გამარჯობათ, ესე იგი ახლა ეს პატარა ყვავილები რა ქვია არ ვიცი ამათ სეკულენტებია და მე მგონი ქვის ვარც ეძახიან. ზღვიდან რო ჩამოვიტანე ესენი და ძალიან რომ მინდოდა რომ გამემრავლებინა ზამთარში ყინვაში მე სახლში შევიტანე, იმიტომ რომ პირველად რომ მაქვს ყვავილები ხოლმე იმას ძალიან ვფრთხილდები. თან ზღვიდან რო ჩამოვიდა მეგონა რომ აქ ჩვენთან თბილისში არ გაიხარებდა, მაგრამ ესეც და სხვა ზღვიდან ჩამოტანილმა ყვავილმაც. კაროჩე, 3 ყვავილი ჩამოვიტანე ზღვიდან მე, ერთი ადრე. ის მე მგონი არც გადამიღია, რომ გაყვავდება მაშინ გაჩვენებთ, იმისი სახელი არ ვიცი და 2 ახლა ერთი ეს სახეობა და ერთი ძალიან მომწონდა ესა ალოე ვერა, მაგრამ სულ სხვანაირი იყო იქაური ალოე ვერა, გაჩვენებთ მომდევნო რგოლში იმას. არ ვიცი მიბმები და შეჩერებები თორე ამას ვერ მივამატებდი ახლა ყველა ყვავილს და ის ალოე ვერაც უზომოდ მომწონდა, უზომოდ რომ ხლა ჩუმად ვიტყვი რომ მოპარვასაც კი ვაპირებდი, ისიც ძალიან მომწონდა, სანაპიროზე უხეში ფოთლები ქონდა და ძალიან ხასხასა და ლამაზია. მენაყიდები ბევრი მაქვს ალოე ვერები, ძვირებიც მაქვს მიცემული ზოგში 85 ლარი, მაგრამ ყოველთვის ბუჭდება ხოლმე ჩემთან ანკიდი და რაღაცნაირად საცუდავად კრაწიკნუწობს და ისა ხო და იმან გაძლო ახლა ეს ყვავილები. ზამთარში სახლში მქონდა ყინვის გამო და აი ახლა როგორ არის. ციცქნა პაწაწინა თავები მომცა დიასახლის მასადაც ვისვენებდით იმ სასტუმროსამ და უფრო ძნელი იყო რომ ეყიდა დიდი ყვავილი უკეთესი იყო, მაგრამ ამ პაწაწინებმაც რადგან გაიხარა. გამოდის ესე რომ ადვილი მოსავლელია და ყველაზე მეტად დაეწყო ახლა სწრაფის და რაც გარეთ გამოვიტანე აპრილში. აპრილის დასაწყისში. ზღვიდან ჩამოტანილები რო ესე მოვიფიქრებე მოვიტანე და ნესტიან ადგილას, სადაც აი ესე ბალახებია და პირდაპირ მიწაზე დავდე, რომ ნესტთან ახლო იყოს. თიხის ქოთანშიც არ არის, რომ თიხის ქოთანი იწოვს ხოლმე ნესტს და ხანძედმეტი მოსდის. თიხის ქოთანში რომელიც არის ის მაღლა დავდე. ხო და მომავალ ზამთარში ამათ გავანაწილებ და ან ვიყიდი სხვას ჩამოვიდან თუ კიდე წავედი სხვაზე თუ შევძელი წასვლა და ერთს გარეთ დავტოვებ, იქამდე სანამ შევატყობ თუ კვდომა დაიწყო შევარბენინებ და თუ არა და გავანაწილებ და მე გეტყვით სახლში უკეთესად გრძნობს თავს თუ გარეთ. ახლა ფაქტია რომ გარეთ გამოვიტანე ძალიან სწრაფად წავიდნენ წინ და მთელი ზამთარი არ ფუჭდებოდნენ, მაგრამ ისე იდნენ. შეპარვით ოდნავ ვუსხავდი წყალს და ახლა ღია ცის ქვეშ არიან, ზედა აწვიმს. ოღონდ მზე არ უყურებს, მხოლოდ დილისა. ასე. აქ გაფუჭებული ორქიდეა ისე დავდე შემეცოდა. აქ იყოს და შეერიოს მიწას. მადლობა ყურადღებისთვის.